ნახეთ რა ხდება ახლა. აქ გქონდა გაშლილი ხალიჩა, ეგრეთ წოდებული კავროლინი, რომელსაც შლიან, როგორ გითხრათ, ხალიჩაზე თხილია, ოღონდ ისეთი ძალიან მძიმე. და უკვე იყო 3 წელი აქ და ნერვებს მიშლიდა და მოვარცალეთ. აქ ბავშვებს გაუშალეთ. რა თამაშონ, იმიტომ რომ დღეს ჯერ გათხოვა არ ჩაგო. რისი გაკეთება გვინდა ჩვენ იატაკზე ჩვენ ვასხავთ. ასეთ ქვია თხევადი იატაკი, რომელსაც ასხავენ და სწორდება თავისით და იგი იქნება გადასარევი ლამაზი. ჩვენ გვაქვს ლოფტ სტილი და ლოფტში ეს არის ასე ვთქვათ ძალიან პოპულარული და ზოგადად ლოფტ სტილი არის ახლა ძალიან პოპულარული და ჩვენ უკვე ეს ლოფტი გვაქვს რაც სახლი ამაშენეთ 5 წელია მე 6-ე და ამიტომ ვფიქრობ რომ იქნება ძალიან ლამაზი. ავივსოთ დილის ენერგიით, მზის ენერგიით და მთელი დღე ეს ენერგია დარჩება ჩვენთან. ხვალ დღეს ვგულისხმობ, იმიტომ რომ ხვალ უკვე სკოლა, ბაღი და ასე შემდეგ. დღეს სვეტი ცხოვრება არის და გილოცავ სვეტი ცხოვრებას. გფარავდეთ მის მადლი და ძალა. დღეს მენდო გავაკეთო ქადა, რომელსაც ეკეთებენ ჩვენთან გერგეთში. ტკბილი არა. თუ არ იცით, მე ვარ მოხევე და ბებო მყავს გერგეტიდან, ბაბუაჩემი არის ყანობიდან. ყანობი არის სულ ლამაზესი სოფელი. ჩავაგდებ აქ ფოტოს და გაჩვენებთ. ის უნდა მოვკრიფო დღეს, შემადა ქრამა მთხოვა. სხვათა შორის ამისგან აკეთებს სუნამოს და სვავს ჩაის. ჩაი არის უგემრიელესი, შავ ჩაიში უბრალოდ ვამატებთ და ძალიან გემრიელი გამოდის. დილა მშვიდობისა. ეხლა არის 8:20 წუთი. ჩემები წავიდნენ თბილისში, ყველა გავუშვი, სკოლა, ბაღი და ეხლა გავიკეთოთ ყავა და გავიდეთ ეზოში. დღეს მე მქონდა გრანდიოზული გეგმები, არა, ისედაც მაქვს. სახლში დავრჩი, თბილისში საქმეები დიდად არ მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ხვალ და ზეგ თბილისში ვრჩებით და რაღაც პატარ-პატარა საქმეები მაინც მექნება, მაგრამ ჩვენ ხო დავიწყეთ რემონტი და ერთი ოთახი უნდა გამოვალაგო, აი წვრილმანი რაღაცები უნდა მოვაშორო, მაგრამ ჯერჯერობით გავიდეთ და უთვალე ჩვენი ეზო, იმიტომ რომ ერთი კვირა დღის შუქზე ჩემი ეზო, ხეები და რავი, ბუნება არ მინახავს. მაგრამ ჯერ საქმე მაქვს უბრალოდ, აი არ ვიცი, ძალიან ბევრი უნდა მოვასწრო 4 საათამდე, რადგან 4-ზე გავდივარ უკვე თბილისში, რომ ბავშვები წამოვიყვანო. ხო, ჩემს შვილს აქვს კალათბურთის შეჯიბრი, მთელი დღე იქ ვიქნებით და ზეგაც აქვს შეჯიბრი, ამიტომ ასეთი ამბები. კამერა ჩამოვიდა გუშინ, ის კამერა, რომელიც იმეორებს იმას, თუ რას აკეთებთ თქვენ, ასე ვთქვათ, დავამაგროთ. არ არის გრძელი, არის ასეთი, მაგრამ ძალიან მომწონს. თუმცა მგონი შტატივზეც შეიძლება დამაგრდეს. მაგრამ ნახოთ, აქვს აი ასეთი ფეხი,
მაღლებიც არის, მაგრამ ამ კომპანიას მაღლები არ ჰქონდა და მე რო წავიკითხე რას წერს ხალხი, ძალიან კმაყოფილები იყვნენ და დავთანხმდი ამ კამერაზე. ეს კამერა გამომიგზავნეს რეკლამისათვის. უფასოდ სრულიად არაფერში არ გადამიხდია ფული. აბა იტენება. ჩავერთოთ და მე დავტესტოთ. და ვნახოთ როგორია ვარგა თუ რაღაცა ცუდი გამომიგზავნეს. ხო იცით ესეთი რაღაცებიც არსებობს. ოკეი. ესე მე მაგათ მოყვება ასეთი ორი შუქი. შუქი რომელიც მაგრდება. აი აქ, ой, ძალიან მარტივად. აბა, როგორი მთები. შუქი როგორი მთები. აი. ნახეთ. ასე. რა თქმა უნდა, ის აქვს. თბილი, ეს თბილი შუქია. ორი ცალი აქვს, უბრალოდ ერთი მივამაგრე. გამოვხდით, შვენიერი. კვიდით ახლა გარეთ მიხედა საკმაოდ თორე, ვერაფერს ვერ მოვასწრებ. გუშინ მეუბნեմ დამპატიჟა საოცარ ადგილში. მე აქ ჩაგიგდებთ იმ კიდე მაგ ნახეთ როგორი ნატურები. ამერიკა ჩვენ როცა ელემენტს დავდება. საოცარი ადგილი იყო და მე გაგიზიარებთ. მოდი ჩიკეთან გავიდეთ. შუქი არ მინდა. სახლში მაქვს ღმერთო ჩემო. როცა კვირის განმავლობაში მივდივართ, ვერაფერს ვერ ვასწრებ და ასე ხდება მე. მოდით კამერას გადავაბრუნებ, რომ ეს მთელი სილამაზე დაგანახოთ. გათენდა. როგორი ყვითელია უკვე ფოთლები. სხვათა შორის ადრიანას იმისათვის რა ქვია. დღესთვის მაქვს მოსაკრეფი ფოთლები და ქალისთვის მაქვს მოსაკრეფი. აი ეს ყვავილი ჯერ არ მომიკრეფი, იმიტომ რომ ნახეთ როგორ გაიზარდა, ველოდებოდი, როგორც გაიზრდებოდა აი ამ დონემდე. ასე. ძალიან ბევრი საქმე მაქვს. მაგრამ ამას ყველაზე ბოლოში გავაკეთებ, იმიტომ რომ მინდა დავტოვო სახლში რომ გაშრეს. ნახეთ ცას შეხედეთ უბრალოდ. ფიფკი ქშია. ეხლავე გაჭმევთ, მაცადეთ ერთი წამი. რა არის გოგო? ეს ისეთი იჭვიანი არავის არ უშვებს ჩვენთან. უბრალოდ უნდა გაჩვენოთ. კოწახურის ხე. მგონი უკვე ჩანს. ხედავთ ამ სიწითლეს. ეს არის კოწახური ხალხო. მე მაქვს ჩემი
კოწახური. აი ამდენი თან აი ამდენი. შოკ. ნახეთ. ბავშვებს ძალიან უყვართ კოწახური, აი ქვემოთ, სადაც წუდებიან, დილაობით სანამ წავალ სკოლაში, ძალიან ადრე დგებიან ბავშვები, 7:30-ზე უკვე ფეხზე არიან და ტანსაცმელი ყველაფერი მზად აქვთ და იცმევენ და ემზადებიან. მერე გამოდიან აქ, იცმევენ თავის ბოტებს და აი ქვემოთ რაც არის, რასაც წუდებიან, კრიფავენ და მშვენივრად ჭამენ, მიირთმევენ. ასე. კარგით, მეგობრებო, გავიქეცი. ახლა მინდა კამერა დავტესტოთ და მერე უკვე შევუდგე საქმეებს, მაგრამ რამეს გადაგიხებთ კიდევ დღეს უნდა წავიდე ფოთლების მოსაკრეფად და მაგასაც გადაგიხებთ. ახლა მინდა ვნახოთ ჩემი კამერის ამბავი. იმედი ეს შუქი არ გვიშლის, თუმცა შემიძლია გამოვიდო. ასე. მე უფრო კარგია. იქასტი გოგრა. ნახეთ რომ მაგინატურები ვიყიდე. ფიქს პრაისში. და მგონი ალაგ დავდებ. ხო? მოყავით აბა როგორ ხართ? ლამაზია მართლა. იმ გოგომაც მართლა ძალიან ლამაზია. ნახეთ რა ლამაზია ეს ნატურა. შენიერი. აბა დავტესტოთ ახლა ეს კამერა. რას გავეტყვის? ეს მხოლოდ ასე. Так. ჩავდოთ აქ. ასე. აი, უნდა იმოძრაოს და თქვენც რო დაინახოთ. ჩავრთეთ. ეხლა მოიცა. ჩემი სახე უნდა დააფიქსიროს. სამზარეულოს ფიქსირებს, მოიცადეთ. თან ის არის, ეს ტელეფონი ცოტა ჭედავს. ეს რა არის? აბა როგორ განათა, ხო? ეს სხვათა შორის, აი ეს ნატურები უბრალოდ შეხედეთ რა მაგარი რამეა. ნახეთ. აი, ნახეთ. აი, არ ვიცი როგორ დაგანახოთ. ხედავთ რა შრება? აფიქსირებს. ეხლა გააგრძელა, ნახეთ. ძალიან საყვარელია. ეხლა დასატენია. გადავტენი კაიქნება. აი მომყვება. ნახეთ. 60 გრადუსამდე მომყვება. საყვარელი. თან
როგორ კარგად მომყვება, აი ისინი არა აქვს დატორმოზების მომენტები ხვდებით? ნახეთ. აი, წამომყვა ბოლომდე. აი, მაგარია. კარგი ხარ და დაგარქვა.